ბათუმში დასრულდა ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა. ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ბათუმს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა. შესრულებულ სამუშაოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო. პროექტის დეტალებზე ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. პროექტის ფარგლებში გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, შადრევნები, ველოსადგომები და დამონტაჟდა სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათები. გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარით დაფინანსდა. ქალაქ ბათუმში შეიქმნა ურბანულ წიაღში გამწვანების კილომეტრზე მეტი სიგრძის ზოლი, დამატებით 3 ახალი ხიდი აშენდა და მოეწყო, რომელიც მთელი ეს ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია, რა თქმა უნდა, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და ქალაქ ბათუმში ამ ურბანულ ნაწილში, სადაც განვითარება მაღალია და შესაბამისად დატვირთულობაც ძალიან დიდია, მოსახლეობას, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს ექნებათ საშუალება მიიღონ ის კეთილდღეობა, რასაც ქვია 1 კილომეტრის სრულად ახალი მწვანე ბულვარი და დამატებით ისარგებლონ იმ სხვა ეკონომიკური შესაძლებლობებით, როგორიც არის მაგალითად მოწყობილი კაფეებისთვის ადგილები, მაღაზიებისთვის ადგილები და თუნდაც მარტივად ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, დაისვენონ, ისარგებლონ და ტბასთან და ზღვასთან კონდეთ პირდაპირ და უსაფრთხო კავშირი.